გილოცავ დღევანდელ დღეს ხსენებას მისაწვდებულისა მოციქულს ანდრია პირველწოდებულისა პირველწოდებული ქრისტეს მიერ და პირველ ქადაგებლის სახარებისა საქართველოში. დიდი დღეა და ქადაგება სახარებისა უნდა ისმოდეს მეტად საქართველოში, ქართულ ერში, რომ ის სულიერი განათლება, რომელთაც ის გამოთ უფალმა აღამაღლა ერი ჩვენი ქვეყანა, აღამაღლა სულიერად და გაუძლო საუკუნის მანძილზე მრავალ შემოსევას წრებისა. ამდენი შემოსევა ალბათ არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, საქართველოს გადაიტანა საუკუნის მანძილზე და მეფე ვახტანგმა ჩვენ ამდენდა დაგვიტოვა სიტყვა ეძიებდეთ სიკვდილზე ქრისტესთვისა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინდა და სიკვდილს კი არ უნდა ეძებდო ქრისტესთვისა. ქრისტეს სიკვდილს დებნა რას ნიშნავს, რომ ქრისტიანად უნდა იცხოვრო, რომ გახვალ ამ ქვეყნიდან როგორც იცხოვრო ქრისტიანულად, ისე წარდგე ქრისტესთან იქნები. აი ამას ეძებდეთო, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანები ვიყოთ ჩვენ და არ ავყვეთ ნებათა ღელვას ჩათესილს ხანდახან ხალხში სხვა უცხო ძალების მიერ არ ავყვეთ იმ ნებათა ღელვას იმ ამპარტავნების და პირობის სურვილის და ამდენს არაფრის გამკეთებელის და პირიქით ვინც პირდება სიკეთეს ხოლმე და სიცრუით მიიღებს პირველობას ქვეყანაში მართვისა, მერე ხდება მოძალადე. ჩვენ გამოვიარეთ ეს გზები, ვიცით, რომ თავადაზნაურები ეთინადიონ მეფეს და მეფეებს საუკუნის მანძილზე და პირველი ჩვენი საზრუნავ იყოს ჩვენი შინაგანი ერთობა და ჩვენ შორის მშვიდობა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის. უფლის სიყვარულით ერთობა იყო ჩვენ შორის. მაგრამ უფალი რომ გიყვარდეს, უნდა უფალი შეიმეცნო. მე ხა ვიხსენებ ერთი მიტოპოლიტიას განსენებული ბრიტანეთში მოღვაწეობდა ანტონი სროჟელი და ემიგრანტების შვილი იყო, პარიზში ცხოვრობდა, ახალგაზრდა და იქ იყო თავისი კაფესად იკრიბებდნენ ემიგრანტები. მოდი ერთხელ მის მაგიდას მოუჯდა ერთი კაცი და დაუწყო ქრისტიანულ საუბარი და არის განათლებული სულად. განათლებული იყო, მაგრამ არა ქრისტიანულად. და უთხრა მე არ ვიცი როგორ სახარება არ აქვს დაკითხულიო და მიაწოდა სახარება, აი დაიკითხე და მე ვილაპარაკოთ. გამოვარდა ზილობის გულისის საღამოს სახლში რომ მივიდა უხვალ შეხვდებაო და შემეკითხება წაიკითხე თუ არაო და უხერხულიაო რომ არ წავიკითხო. გადაშალ სარჩევში 4 სახარება გვერდების მიუწვეზე პატარომელია ამას წავიკითხო მაინც ახლა. აი სიძუნწე ადამიანსა წუწურა ქომ რომ დავიღლები კითხითო და შეყვა ამ კითხვას უცებ იგზო რომ ოთახში ვიღაცა არის ვიღაცა კეთილად განწყობილი მის მიმართ და შავზე გზობა დაეუფლა რომ ვინ არის ეს ვინ არის და იგზო რომ ეს უფალი არის მოიქცა და მე გახდა ბერად აღიკვეცა და მიტოპოლიტად გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება ამ ცოცხალ შეგრძნებას უფალთან ყოფს და უფლის მიმართა ყოფნისა ის ატარებდა როგორც ჩვენ სახარებამ იცით იონეს სახარებაში ფილიპემ რომ ნათანეელს უთხრა აი ვიხილეთო ვიპოვეთო ჩვენ მესტიაო და უყვება ნაზარეთიდანო ძე იოსებისაო და ანუ ამ ქვეყნიური საზომით დაუწყო მტკიცება რომ ეს არისო მესიაო და მან მოკლედ უბრალოდ ნაზარეთიდანო
მესია არ მოდისო. წერილში არ წერიაო ეს. წერილში რომ მაშინ რა თქვა, მოდი და ნახეო შენ თვითონ. აი ეს არის გზა უფლისაკენ. ჩვენ გადავდივართ ნაბიჯ უფლისაკენ, უფალი უფრო მეტ ნაბიჯს გადავდივართ ჩვენსკენ. როგორც ნათქვამი ფსალმუში, ხო? მიახლეთ უფალსა და მოგიახლებათო. და ნათანაელმა როდესაც გახსოვთ მივიდა უფალთან უფალმა იცნო და უთხრა, აი ჭეშმეტი ისრაელელი, რომელსაც ზაკვა არ არის. მაგრამ ჭეშმეტი მაძიებელი ნამდვილად არის, გულწრფელი ადამიანი არისო. მართლა სიწმინდე უნდა, უფალი უნდა და ეძებსო, ძიებაში ზორესო. და საიდან იცო, საიდან მისწობ მეო. ვიფიქრე ვინმე ხوار მოუყვა ჩემზე არა და სანამ ფილიპე შენ მოგიწოდებდაო, მე შენ გვერდით ვიყავიო. და აი რაც ეუფე ანტონმა იგზო, ეს გზნობა ზუსტად არის რომ ის წმინდა შეძებდა ადგილებს მესიის შესახებ, როდის მოვა, სად მოვა, რა მისით მოვა, როგორ და იგზო რომ მარტო არ არის, ვიღაცა დგას აქ. უხილავთ ვიღაცა აქ არის. და ეროთა უფალმა თქვა მე შენთან ვიყავი, და ფილიპე მოგიწოდებდა. იგზო რომ ეს ის არის. ხმაზე, დგომაზე, მადლზე ეს არის დიდი საიდუმლო არის. სულიერი კავშირებისა უფლზე ჩვენთან და ჩვენი უფალთან. ამაზე თქვა ახლა მეფე გორგასალმა ეძებს ციკლზე ქრისტიანს რომ მოიჯეთ უფალი უფლის მიერ იცხოვრეთო და ქრისტიანად გადით ამ ქვეყნიდან რომ მე ქრისტესთან იყოთ მარადიულად სასწაულში. აი ესეთი დიდებული მეფე და დიდი ბრძოლები გადაიტანა და როგორი ესე იგი უნარი ქონდა დაჯერებისა, როცა იქ სინობთან იბრძოდა საქართველოს ებრუნებინა თავის ტერიტორიები, იქ შეხვდა ერთი ბერი გახსოვთ და უთხრა რომ შენო ქრისტიანი ხარო და ქრისტიანის სისხლი ღვრიო, როგორ და რა ვქნა სამართალი ხომ დაღვადგინო, ეს ჩვენი მიწები უნდა დავებრუნო და არა, სისხლით არაო, აბა როგორ და აი ერთი განდეგილი არის, წავიდეთ ვკითხოთ იმას, რას გეტყვისა და მეორე ვერი მოვიდა და უთხრა, ნუ შეაწუხებ იმასო, შენ ხო მეფე ხარო, მიროცხებული ხარო, კიო. თხოვე უფალს და უფალი გამოგიცხადებს შენ, როგორ. და ილოცა და მეორე დღეს სინოპიდან გამოვიდნენ სამდელოება და თქვეს რომ კიო შენიაო და გიბრუნებთო, უბრძოლველათო. ანუ უფალი ჩადგა ჩვენ შორის და მშვიდობა დამყარდა. ისო ჩვენთან არ არის მშვიდობა, ისე რომ ჩვენ შორის უფალი კი არის, მაგრამ ერთი მხარე უფალს არ ღებულობს. იმას არ აკავშირ უფალთან. ის სხვა კავშირები აქვს იმას. ამ სოფლის ძალაუფლება უნდა, ამ სოფლის სიმდიდრე უნდა, ამ სოფელში თავის გამოჩენა უნდა, ამ პარტავნების სული ტრიალებს. ამიტომ ეს კავშირი ვედგება, მაგრამ ჩვენ ვიცით უფალი ჩვენთან არა, ჩვენ შორის არის. ამიტომ ვილოცოთ ვევედროთ რომ მოქცევა მოდის ხალხის მოქცევა უფლისაკენ და მაშინ ერთობაც იქნება, მშვიდობაც იქნება და აღმატებული ჩვენი ცხოვრება ქვეყანაზე ზედა. ეხლა ჩვენ ერთობლივ ლოცვა საქართველოს მშვიდობისათვის დედა ღვთისმშობელს ვთხოვოთ, კლავ და კლავ რომ თავის დედული კალთა გადააბარო ჩვენ ქვეყანას, დაგვიცეს ჩვენ აი ამ გაყოფისაგან და დაიცეს მშვიდობა, ერთობა და ღვთისწყალობა არ მოკლეს ჩვენ ერთად ყველას.